მოგესალმებით. კი, მოსალოდნელი იყო ხა შინჯიკაშვილი რომ ხარებას ვერ გაუძლებდა და მოუწევდა ეს ყველაფერი, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ დიდი ხანი გაძლო ჩემი აზრით ამ დაპირისპირების ფონზე, მაგრამ ეს არის რაღაც ცალკე აღებული შემთხვევა, მე მგონი უკავშირდება პირდაპირ იმ პროცესებს, რაც ქართულ ოცნებაში იყო. აი ღარიბაშვილის წასვლა რო ვნახოთ, მაგალითად და შემდეგ ღარიბაშვილის კადრების მოსროლა რო ვნახოთ, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ხომ? ყველა მხრიდან მოისროლა შემდეგ ღარიბაშვილის ყველა კადრი, რომელიც ღარიბაშვილმა მოიყვანა ქართულ ოცნებაში. ხა რეალურად ეს დაპირისპირება როგორც არ უნდა მალოს ხა ქართულმა ოცნებამ ეს დაპირისპირება ქართულ ოცნებაში არის, ხო? ხა ის რომ კობახიძეს გუნდი არის გაძლიერებული და კობახიძის გუნდი მოაჯდა ყველაფერს ქართულ ოცნებაში, ეს ყველას კმაყოფილებას მათ შორის შიგნითაც არ იწვევს. ესეთი დაპირისპირება მათ შორის კიდე ბევრი იქნება, ეხლა ცალკე ამ ხარებას და შინჯიკაშვილის, ცალკე კიდე ღარიბაშვილის და კობახიძის, ცალკე კიდე შიგნით ვიღაცების. ესეთი დაპირისპირება მათ შორის იქნება კიდე უფრო მეტი, მე დარწმუნებული ვარ, კიდე უფრო მეტი იქნება იმ ფონზე, როდესაც ისინი მათ პრობლემა აქვს სანქციებთან დაკავშირებითაც ასევე, ხო? იმიტომ რომ მათთვის ეს სანქციები რეალურად წარმოადგენს პრობლემას და ეს სანქციები არის ის, რაც რეალურად მათ უქმნის ისეთ პრობლემას, რაც თვითონაც იციან, რომ არასოდეს, რამდენი ხანიც არ უნდა იცხოვრონ, მათ ვერასოდეს ვერ მოიშორებენ ამას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად საინტერესო ამბავი არის, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაში არაფერი კარგი არ მოხდება. ქართულ ოცნებაში რა ხდება, როგორც არ უნდა ჭამდნენ ერთმანეთს შიგნით, როგორც არ უნდა ქონდეთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ისინი მაინც მონური მორჩილებით იქნებიან იმაზე, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ეს არის ეს ვერტიკალის ხო არ არის ჩვეულებრივი პარტია რაღაც დემოკრატიული მეთოდებით რო იმართება, ან კი პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც დემოკრატიული პარტია, როგორც მაგალითად ოპოზიციური პარტიები არიან, ხო, რომელსაც ასევე თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ საერთოდ სხვა მოწყობაა, ხო? ეს ქართული ოცნება რაღაც კრიმინალური ბანდაა, რომელსაც ყავს ერთი მაფიოზი, ეს მაფიოზი არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ვისაც გადაწყვეტს, ის გაძლიერდება და ან იმას გააგდებენ პარტიიდან. ამიტომაც ეს მოსალოდნელი იყო და ველი კიდე რომ ბევრი ესეთი შემთხვევა ექნებათ მათ და ბევრი ესეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც ქართული ოცნება ჩათვლის რომ ეხლა არ ჭირდება და ეხლა მოიშორა. კი ბატონო. ანუ ფარცხალაძესაც მინდა გკითხოთ 9 მაისს პუტინის ახლომზე იყო და ჩვენ ნახეთ პოზირებდა ოთარ ფარცხალაძე და დღეს მოვისმინეთ ქართული ოცნების კომენტარები. აი რაღაცნაირად თითქოს ცდილობენ, არ ვიცი, ფარცხალაძის ჩამორეცხვის ამბავს, რომ აი სადღაც წლების წინ იყო ის პროკურორი რაღაცა რამდენიმე დღით და საერთოდ რა კავშირში ვართ ჩვენ თუ რამე კითხვები გაქვთ თავად ფარცხალაძეს კითხეთ, ასე აწვდიან ისინი საზოგადოებას ინფორმაციას. რა არის თავარი პრობლემა იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე იდგა 9 მაისს პუტინის გარემოცვასთან ერთად პუტინის ახლომზე? მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ პირველ რიგში ფარცხალაძე არ არის ჩვეულებრივი ადამიანი და ფარცხალაძე არასოდეს ქართულ ოცნებაში არ ყოფილა ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? მაშინაც, როდესაც ერთ-ერთ მაღალ თანამდებობა ეჭირა ამ ადამიანს, ხო? მაშინაც არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, მაშინაც ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ყველაზე ახლო გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით იყო მთავარი კომუნიკატორი მათ შორის რუსებთან. ამიტომაც ხა ფარცხალაძეს ესე ცალკე რაც არ უნდა საჯარო კომენტარები აკეთოს ქართულმა ოცნებამ, ესე ცალკე ვერ განიხილავს ვერავინ, ეს თვითონ ძალიან კარგად იციან და რეალურად ეს ადამიანი ხა ამერიკელებმა დაასანქციონეს და პირდაპირ მოუწერეს, რომ რუსული გავლენის აგენტი არის და ამის გამოა ის დასანქციონებული, ხო? ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა ფარცხალაძე იქ იმ დღეს რუსეთში და დღემდე წარმოადგენს და დღემდე არის კომუნიკაციაში ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და რუსებს შორის. სწორედ ფარცხალაძე არის ის ადამიანი, რომლის ხელითაც და რომელიც არის მთავარი შუამავალი რუსული ინტერესების გაძლიერებაში ამ ქვეყანაში. მათ შორის სანქციების გვერდით ავლა და ამაზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უსაუბრიათ არაერთხელ. მათ შორის, ნუ ეხა ის ხო ცალკე ტრაგედიაა, რომ ამ ხელთ თანამდებობა ეჭირა ადამიანს და მერე რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო დაასანქციონეს, ხო? მაგრამ ის რომ დღესაც ეს ადამიანი საქართველოში ხარ, თქვენ ხო რუსეთში ნახეთ, მაგრამ მანამ საქართველოშიც ხო ნახეთ. ანუ ჩვეულებრივად რომ საქართველოშიც დადის, ჩვეულებრივად საქართველოშიც არის. მათ შორის
ბიზნესმენებთანაც კონტაქტობს და ატერორებს ცალკეულ ბიზნესმენებს, როცა ჭირდება, მათ შორის კრიმინალურ გარჩევებში არის, კანონიერ ქურდებთან კონტაქტში არის და საარჩევნოდ მათ შორის იყო ადამიანი, ვინც რუსეთში მოღვაწე კანონიერ ქურდებთან ალაგებდა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ანუ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ეს როცა იყო, ხო, თანამდებობაზე როცა იყო, მათ შორის მაშინ ხო მთელი სახელმწიფო სტრუქტურები და დღემდე ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელიც ყველას გენპროკურორსაც აკონტროლებს და გენპროკურორსაც მისი ეშინია, სუსის უფროსაც მისი ეშინია, ყობახიძესაც კი მისი ეშინია. იმიტომ რომ მისი გავლენა როგორც რუსეთის აგენტის და ბიზნესთან დაახლოებული ყველაზე ახლო ადამიანის მთლიანად ქართულ ოცნებაზე არის ძალიან დიდი და ნუ ეხა ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს იმისი რომ ესეთი რუსეთის გავლენის აგენტები არიან, მაგრამ ის რომ ეს ადამიანი ამ ქვეყანაში თავისუფლად დადის, ის რომ ეს ადამიანი საქმეებს ჩარხავს, ის რომ ეს ადამიანი აქ რუსებს ეხმარება მათი გავლენების გაძლიერებაში, ეს ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისი, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში. კი ბატონო. და ანა, მინდა კითხოთ ზოგადად პროცესზე, პროტესტზე, თქვენი აზრით არც აი ივანიშვილის დამარცხების გზის რა ფაზაში შეიძლება მიყოს ახლა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, მათ შორის თქვენი ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების ჩათვლით და თქვენ როგორ უყურებთ რაღაცა აი ამ მიზანთან ახლოს ვართ, რაღაცა შუაგზაში ვართ, რამე კიდე სჭირდება უფრო მეტი აი ამ პროცესი იმისთვის, რომ შედეგი უფრო სწრაფად მივიღოთ თუ არა და მაინტერესებს ასევე თქვენი გუნდის ხედვა თქვენი გუნდის ნაციონალური მოძრაობის, რომელიც ბოლო დღეებშიც ასევე გახდა თავდასხმის ობიექტი, შეიძლება ითქვას სწორედ იმის გამო, რომ 9 მაისს ევროპის დღის აქციაზე სააკაშვილის ბანერების გამოჩენა როგორც პოლიტპატიმრის რაღაცა დიდი განხილვა გამოიწვია, არა მარტო სოციალურ ქსელში, არამედ მის მიღმაც რაღაცა ეს პრობლემა აღმოჩნდა მოკლედ გარკვეული ნაწილისთვის საზოგადოების. აი რა სიტყვით ამ მიმართულებით? რამდენიმე კითხვა იყო და გავაერთიანებ. მოდი დავწყებ იქ, რომ ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით ფარცხალაძეზე. თავარი რუსეთის გავლენის აგენტზე და აი ეს ადამიანები, ვინც იქ რაღაცა პრობლემა შექმნეს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ინციდენტი ამოწურულია და თავიანთ დანაშაულს ამაში ხედავენ, დამეთანხმებიან მაგაში, რომ ფარცხალაძე რუსეთის გავლენის აგენტია ამ ქვეყანაში და ფარცხალაძე წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილი დავალებით რუსულ გავლენას აძლიერებს ამ ქვეყანაში და ფარცხალაძე ის ადამიანია, რომელმაც შეკერა ბრალი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენაში. ანუ ნახეთ როგორ ლაგდება მაშინ ეს ყველაფერი, ხო? ანუ თუ ვიღაცებისთვის პრობლემა არის რომ იქ ბანერი იყოს მიხეილ სააკაშვილის, მაშინ არ აღიარებენ იმას რომ რუსულ რეჟიმს ვწვით, ანუ იმ ბრალდებების ჯერად რომელიც ფარცხალაძემ წაუყენა მიხეილ სააკაშვილს და იმ სასამართლოში რომელიც ყველასთვის უსამართლოა ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარდა. მე ცოტა უფრო გრძელი და დიდი პრობლემა მგონია და ამას თავისი ფესვები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ მე დღეს რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ თქვენი კითხეთ, რომ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესიო. მე მგონია, რომ თუ იმ ყველაფერზე იქნება აქცენტი, რაც ჩვენ ყოფს და არა გვაერთიანებს და ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ რაღაცა პრივატიზირებული აქვს ან აქციაზე, ან მარშზე და ან ასე შემდეგ. მაშინ ეს არის ის, რაც აწყობს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. არასოდეს ნაციონალური მოძრაობა არც ერთ პროტესტში 13 წლის განმავლობაში არ ყოფილა პროტესტის გამხლეთში. პირიქით, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ყველაზე მეც ითმენდა იმისთვის, რომ პროტესტი შემდგარიყო და ეს პროტესტი ყოფილიყო შედეგიანი და ჩვენ გვებრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომაც ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის და 13 წლის განმავლობაში კიდე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის მათი მთავარი ამოსავალი. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს. მე გუშინ ვიხუმრე, რომ იგივე мотивაციით, რითაც სააკაშვილის ბანერს ებრძოდნენ, ხარებასთვის რომ ებრძოლათ იქ იმაზე, რა ქვია, სპეცრაზი ან ფარცხალაძისთვის, როდესაც გენპროკურორი იყო, შეიძლება ცოტა სხვა შედეგი ქონოდა თქო, მაგრამ რეალურად რო ვთქვათ, რა ვჭირდა, მე არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, გულწრფელად ვიტყვი იმაზე, რომ ქართულ ოცნება დღეს რაღაცა შოკშია და ძალიან ეშინია ყველაფრის, რაც ქვეყანაში ხდება. მე ძალიან ობიექტურად ვუყურებ და პრაგმატულად ამ ყველაფერს. მე მგონია, რომ ობიექტური რეალობა რა არის? მე მგონია, რომ ობიექტური რეალობა არის ორი რაღაცა, რომ კი, ქართულ ოცნებას აქვს პრობლემა და მან იცის, რომ ეს პრობლემა აქვს. მას აღელვებს ეს პრობლემა და ეს არის საერთაშორისო სანქციები. მან იცის, რომ ეს სანქციები, რაც ახლა მას ადევს, ეს არის პრობლემური და იცის, რომ ის რაც შეიძლება გაგრძელდეს, ხე არის ბევრად უფრო პრობლემური მისთვის, იმიტომ რომ ბიძინა
ამას უყურებს ძალიან სწორად. ანა ერთს ვიკითხო. ივანიშვილისთვის დღეს ქვეყნის გარეთ რაც ხდება ის უფრო პრობლემაა ვიდრე ქვეყნის შიგნით. არის, ნახე, გეტყვი როგორ ვაკავშირებ ამურს ასევე ერთმანეთს, რომ ბიზინა მიცის რომ ნებისმიერი ეს სანქციები რო გაფართოვდება და აქაც ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება ეს სანქციების არ არის გარანტირებული და აქაც არ შეიძლება ჩვენ ადამიანებს ვუთხრათ რომ აი რაღაცა გარანტირებული არ არის გარანტირებული ამასაც კიდევ დამატებითი მუშაობა ჭირდება ხო ამასაც მუდმივი ჩვენი აქტიურობა ჭირდება ამასაც შიგნით სხვანაირი პროტესტი ჭირდება იმისთვის რომ ეს სანქციები იყოს უფრო ხელშესახები მაგრამ ეს სანქციები პრობლემა იქნება ყველასთვის როდესაც ეს შეეხება მათ შორის ქვედა და შუარგულსაც, რომელიც დღეს რეჟიმს აძლიერებს, როდესაც რეალურად შეეხება ოჯახის წევრებს, იმ ადამიანების, ვინც რეჟიმს აძლიერებს. დღეს ახლა ყველა ის ადამიანი, ვინც რეჟიმს აძლიერებს, არ არის დასანქცირებული. ხო, ჯერ კიდევ ესეთი ხელშესახები, ეს სანქციები არ არის და იქნება აუცილებლად მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის ის, რაც ბიზნესს აშინებს რეალურად, იმიტომ რომ მან იცის, რომ ის ამ ადამიანებს, ვინც ახლა ესე მონურად და კიდე რაღაც ის იმედი აქვს, რომ ბიზნესი იქ ვიღაცასთან დაალაგებს ან ტრამპთან, ამ ევროპასთან, ამ ადამიანებს ამ იმედს გაუცვლებს, იმიტომ რომ ამ სანქციებს ვერ აჩერებს. ეს სანქციები რა მოიტანა? ეს სანქციები მართლა მოიტანა ამ შიდა პროტესტმა, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ რო გაჩერებულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები და ასე შემდეგ და ეთქვათ, რომ всё, დავიხუროთ, თავი არაფერი ამ ქვეყნიდან არ გამოვა, ეს შემთხვევაში სანქციები არ იქნებოდა, იმიტომ რომ საერთაშორისო რეაქცია ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იბრძვის შენ მაგალითად არავინ არ იბრძოლებს შენ და ანახო საერთაშორისო პარტნიორებს, რომ იბრძვი ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მიუხედავად იმ უბედურებისა, რასაც ხელისუფლება შენ წინააღმდეგ აკეთებს. ამიტომაც ამ პროტესტმა მოიტანა ნამდვილად ეს საერთაშორისო სანქციები და როდესაც ოპოზიციური ფლანგი საერთაშორისო სანქციებზე მუშაობს, ამ ოპოზიციური პარტიებისთვის თავარი ზურგი ასევე ის მოქალაქეები არიან, ვინც რუსთაველზე დგანან. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და ეს არის ძალიან კარგი და ეს არის რაც ბიზინა ივანიშვილმა ვერ გატეხა, თუმცა მე ასევე მგონია, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, ეს პროტესტი როგორ უნდა გაიზარდოს და როგორ უნდა გახდეს ცოტა სხვანაირი და ამისთვის გონია, რომ ყველა რაღაცეები უნდა შეცვალოს, არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ შორის სამოქალაქო სექტორმაც გონია, რომ ძალიან ბევრი რაღაცა უნდა შეცვალოს და რაღაცეები თავიდან დაიწყოს, იმიტომ რომ ეს მარშები არის ძალიან კარგი, რუსთაველის გადაკეტვა არის ძალიან კარგი, ეს ყველაფერი რაც ხდება არის ძალიან კარგი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი რეალურად შეჯანჯღარდეს, იმიტომ რომ ჩვენ რო ეხლა ვნახოთ თბილისის ნებისმიერ გარეუბანში საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ცხოვრობენ. თითქოს არ ეხებათ მათ ის, რაც ხდება აქ. ხო, რუსთაველზე. და რეგიონებში, რა თქმა უნდა, უფრო დრამატულად იქრძნობა, რომ რეგიონებში საერთოდ მე მგონია, რომ განწყობა საერთოდ მოწყვეტილია იმას, რაც თბილისში ხდება. ეს არის რეალობა და რამდენიმე ადამიანის დამსახურება არის მართლა, რომლებიც გმირულად განან რეგიონებში და აქციებს დღემდე ატარებენ, თორე უმრავლესობის განწყობა, ოღონდ განწყობა კი არ არის, მან სხვა რაღაცა არის. ოპოზიციური განწყობა არის. და ოპოზიციური განწყობა დიდია, მაგრამ ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ახერხებს, რომ ეს ადამიანები ჩუმად იყვნენ და აქტიური საპროტესტო მუხტი არ იყვნენ. ამიტომაც ამ ადამიანების აქტიურ საპროტესტო, იმიტომ რომ არჩევნები სხვა რაღაცაა, არჩევნებზე ამ ადამიანებს ჰქონდათ იმედი იმისი, რომ მივიდოდნენ, ხმას მისცემდნენ და ეს ხელისუფლება შეიცვლებოდა. არჩევნების შემდეგ სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ართმობს, ეს უკვე სხვანაირად გამოიხატება, ხო? შესაბამისად, მთავარი პრობლემა და მთავარი გამოსავალი რა მგონია ამ ყველაფერში თქო, მთავარი გამოსავალი ის მგონია, რომ ყველამ ერთად საკუთარი ეგოების დაწევით და საკუთარი შეცდომების გაანალიზებით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ უნდა გახდეს ეს პროცესი კიდევ უფრო ფართო. მაგრამ ახლა იმ ფონზე, როდესაც ვიღაცები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავენ, ხო, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის ცოტა უფრო რთული და არამკაფიოს ხდის ზოგადად ბრძოლას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ანა წითლიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს და ეხა